აფრთხობს და აშინებს თუ არა ბიზინა ივანიშვილს სანქციები ოკეან გაღმიდან, გულისხმობ რასაკვირველია მეგობარი აქტს, რომელიც ალბათ მაინც ივლისში სენატის დონეზე მიღებული არ იქნება და ტრამპის მიერ შესაბამისად არ იქნება ხელმოწერილი ივლისშივე, მაგრამ აი სექტემბერს, ოქტომბერს არ გასცდება ჯო ვილსონის მიერ ინიციირებული სანქციები მეთქი მეგობარი აქტი და აშინებს და აფრთხობს თუ არა მას სანქციები ევროკავშირიდან ერთის მხრივ, ანუ კონტინენტური ევროპიდან და უპირველეს ყოვლისა ბრიტანეთიდან ამ კითხვას უნდა გავცეთ ობიექტური პასუხები და თუ აშინებს, მაშინ რატომ არ ქმედებს სხვაგვარად, რატომ არ იცვლის ზნესა და ფერს, რატომ არ აწარმოებს თუ ატარებს სხვა პოლიტიკას, მან ხომ შესანიშნავად იცის, მან ხომ შესანიშნავად უწყის, რომ ბრიტანელები, ასე მაგალითად თუ ამერიკელები ან ევროკავშირელები, კონტინენტური ევროპის წარმომადგენლები, ინდივიდუალური სახელმწიფოები, ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელმძღვანელები, მთავრობები და ზოგადად ევროკავშირი როგორც ერთიანი სივრცე ამ სანქციებზე უარს არ იტყვის. ევროკავშირიდან სანქციები მას არ ანაკლებად აფრთხობს, იმიტომ რომ ეს იქნება მისი კლანის წინააღმდეგ განხორციელებული შეზღუდვები. მოსამართლე გალუსტაშვილი, მოსამართლე მრუსიძე, მოსამართლე ჩინჩალაძე, პოლიტიკოსი კალაძე, სხვები და სანქცირდებიან და აი მას არ შეეხება მეთქი, ეხება როგორ არა, მაგრამ ირიბად მას მკივნეულად არ შეეხება ეს სანქციები. აი ბრიტანეთიდან სანქციებზე როგორ არის, როგორ ფიქრობთ? მე გეტყვით, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ქართული ოცნების გადამალული ფინანსების შესახებ ისაუბრეს, როცა საუბრობთ და ვამბობთ ქართული ოცნების გადამალულ ფინანსებზე, რასაკვირველია პირველ ყოვლისა გულისხმობთ ბიზინა ივანიშვილს, თუმცა არა მხოლოდ ბიზინა ივანიშვილს და არა მხოლოდ მის კლანს, უშუალო კლანს, გარემოცვას, ოჯახის, ფართო ოჯახის წევრებს, ასე მაგალითად უჩა მამასაშვილს, რომელსაც რასაკვირველია აქვს დიდი რაოდენობით ქონება უშუალოდ ბრიტანეთშიც და ბრიტანეთის მიერ კონტროლირებად ოფშორულ ზონებშიც, ასე მაგალითად ვირჯინიის კუნძულებზე. აქცენტი ვირჯინიის, სწორედაც რომ ვირჯინიის კუნძულებზე გაკეთდა ბრიტანეთის პარლამენტში, სადაც დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, ზოგიერთი ქართული ოცნების ლიდერი საკუთარ სიმდიდრეს ინახავს. რატომ ამახვილებენ ყურადღებას არა მხოლოდ ბიზინა ივანიშვილზე პერსონალურად ან მის ოჯახზე, არამედ ქართული ოცნების ზოგიერთ ლიდერზე. და მე გეტყვით, რომ დაასახელების გარეშე, იმიტომ რომ ეს მტკიცებით ფორმაში ამის თქმა წარმოუდგენელი ან ძალიან ძნელია, დაასახელების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ქართული ოცნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელ მინისტრებს გულისხმობ 12 მინისტრიდან თუ არ ვცდები, 6, ანუ ნახევარს სწორედ ვირჯინიის კუნძულებზე აქვს გადამალული ქონება, აქვს ბიზნესები რეგისტრირებული ვირჯინიის კუნძულებზე და აგრეთვე ქონება, რომლებსაც ისინი განკარგავენ უბრალოდ ის უძრავი კაპიტალი, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზე აქვთ. და ეს არის არამხოლოდ სახლები და სასახლეები, არამედ რაღაც შავი ფულის მოძრაობები, რომლებსაც ისინი ახორციელებენ სწორედაც რომ ვირჯინიის კუნძულებზე. ეხლა ნახეთ როგორი აქცენტია კითხვაზე. საქართველოს როგორი აქცენტია კითხვისა. საქართველოში პრორუსული პარტია ქართული ოცნების წამყვანი წევრები გარდა იმისა, რომ ახშობენ სამოქალაქო საზოგადოებას, ამას კითხულობს ბრიტანეთის მმართველი პარტიის დეპუტატი. გარდა იმისა, რომ ახშობენ სამოქალაქო საზოგადოებას და თელავერ ქართველი ხალხის სამოქალაქო თავისუფლებას, სავარაუდოდ იყენებენ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანიებს თავიანთი სიმდიდრის დამალვასა და გასაიდუმლოების მიზნით. ამ ფონზე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა შესაბამისი კანონის მიღება საჯარო ხელმისაწვდომი რეესტრის შესახებ. რა გზავნილია ეს? მმართველი პარტიის დეპუტატმა სწორედ ეს კითხვა ამ კითხვით მიმართა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემს თემთა პალატაში მოსმენაზე. დევიდ ლემი ბუნებრივია საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთისა, საქმის კურსია ზოგადად, მაგრამ ასე დეტალურად არ ფლობს ინფორმაციას პატარა საქართველოსთან მიმდინარე დაკავშირებულ საკითხებზე. სოფლიოს უმნიშვნელოვანესი საკითხებია გადასაწყვეტი და რა ეს საქართველოება ახლა დევიდ ლემს. მისთვის პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთი, უკრაინა, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგება, კონტინენტურ ევროპასთან ურთიერთობის დალაგება, გამოწვევები ჩინეთიდან, სხვა საკითხები, რუსეთი.
გასაკვირველია. ამაზეა 24 საათის რეჟიმში რომ მუშაობს დევიდ ლემი კარგით 18 საათის განმავლობაში რომ მუშაობს, ამ 18 საათიდან 17 საათი სწორედ 17.5 საათი სწორედ ამ საკითხებს, ამგვარ საკითხებს ეხება ეძღვნება და საქართველოსთვის მან დევიდ ლემმა არაორდინალური ვითარება არის რა, უბრალოდ ვერ მოიცალა ამის მიუხედავად პასუხი დევიდ ლემისა არის ამგვარი. ეს საშინელი გზავნილიაო, პასუხობს დეპუტატს საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ ამ საკითხზე ვლაპარაკობთ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან, ანუ განვმარტოთ. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს არ აქვს ჯერჯერობით საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის რეესტრი, იმ პირების რეესტრი, რომლებიც ვირჯინიის კუნძულებზე ფლობენ თანხებს, ან უძრავ ქონებას და თანხებს ერთად და შავ ფულს და აკონტროლებენ და გადამალული აქვთ ეს ფული სწორედაც რომ ვირჯინიის კუნძულებზე არსებულ ბანკებში. ასეთი კი კვლავ ვიმეორებ მინიმუმ 6 მინისტრია და ღმერთმა უწყის რამდენი დეპუტატია ქართული ოცნების ბანდისა 99 დეპუტატიდან არა ლადო კახაძეს იქ თანხა არ ექნება და მაღალი ალბათობით არც გია ვოლსკის. მაგრამ იქ არიან მინი ოლიგარქები, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს თანხები, გამდიდრდნენ, ყოველგვარი დამსახურების გარეშე გამდიდრდნენ. ლევი ფულით, მარცხენა ფულით, ანუ შავი ფულით იმოძრავეს აქეთ-იქით, რომ ტენდერებში ჩამჯდარიყდნენ, ატკატები მიეცათ და დაეღაფათ და გაეღაფათ და აქ ვერენდობიან ქართულ ბანკსაც კი, ამიტომ იძულებულნი არიან, ან ვალდებულნი არიან ეს სადღაც გაიტანონ, სად შვეიცარიაში, ოკეი, მაგრამ შვეიცარიაც ესე ნელ-ნელა იხსნება, რომ ვიცოდეთ, მაინც თვალსაჩინოებას სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილის ფინანსებია და დაბლოკები ფინანსებისა, ბიძინა ივანიშვილის ფინანსებისა შვეიცარიული ბანკების მიერ, ბანკების. და მეორე არის ვირჯინიის კუნძულები, რომელშიც ბრიტანეთი რასაკვირველია კანონმდებლობით შესულია და ბრიტანეთი რასაკვირველია აკონტროლებს, მაგრამ იქ დამოუკიდებელი იურისპრუდენციაც არსებობს და უნდა არსებობდეს რეესტრი, იმიტომ რომ 2018 წელს ამ გვარი რეესტრის შექმნის აუცილებლობის შესახებ მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად ეს მინისტრები და დეპუტატები და კიდე ოლიგარქები, მინი თუ მაქსი ოლიგარქები, მინი ოლიგარქები, სწორედაც რომ მალავენ საკუთარ შავ ფულს ვირჯინიის კუნძულებზე და არა მხოლოდ. ხოლო დევიდ ლემი პასუხობს, ეს საშინელი გზავნილიაო მთელი მსოფლიოსთვის და საერთოდ ჩვენგან საშინელი გზავნილიაო, ჩვენი რეპუტაციის შელახვაო, ამას გულისხმობს, ჩვენ ამ საკითხზე ვლაპარაკობთ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან და მოგვიანებით გვექნება კონფერენციაც არაკანონიერ ფინანსებთან დაკავშირებით. თქვენ რომელი თემაც წამოწიეთ საქართველოსთან და იქ არსებულ კორუფციულ აქტივებთან დაკავშირებით, მის დეტალები არ ვიცი და ბუნებრივია რომ არ იცის დეტალები, მაგრამ ზოგადად კი საქმის კურსია, მაგრამ ზედმიწევნით გადავხედავ, ანუ მოვნახავ დამატებით 9 საათსო და ამაზე გავესაუბრები ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს. ანუ იქ ადგილობრივ მმართველებს, რომ იქნება და შეიქმნას რეესტრი და გვითხრათ ანიდან ჰაემდე, ვინ ფლობს, არა მარტო ქართველი, არამედ მთელი მსოფლიოდან ვინ ფლობს ამ უკანონო, ვინ მალავს უკანონო ფულს, სწორედაც რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ამას ამბობს დევიდ ლემი. საინტერესო რაკურსია, ახლა დავსვათ კითხვა ისევ, აშინებს თუ აფრთხობს თუ არა ბიძინა ივანიშვილს სანქციები, სწორედაც რომ ბრიტანეთიდან თუ გახსნა ინფორმაცია იმის თაობაზე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა, რომ კონკრეტულად ივანიშვილს აქვს პირობითად 1.7 მილიარდი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ამ ქონების ან ამ ფინანსების სახით, ეს იქნება თუ არა მინიმუმ რეპუტაციული ზიანი მისთვის და მაქსიმუმ ხომ არ მიდის იქამდე ბიძინა ივანიშვილი, რომ იმ 600-700 მილიონის გაყინვა შეჩერების გარდა რა პრობლემაც აქვს მას იცით თქვენ შვეიცარიულ ბანკთან, უკვე ბრიტანეთიდანაც იქნება დაწესებული სანქციები და ბრიტანული სანქციები თუ იქნება, ის დაკარგავს შესაბამისად ჩემი ინფორმაციით და ობიექტურადაც არა უმეტეს, უბრალოდ არასრულ 2 მილიარდ დოლარს, 2 მილიარდს თუ არ ვცდები დოლარზე ელაპარაკი, შესაძლოა ევროზე, შესაძლოა საერთოდაც რომ ფუნტ სტერლინგზე, უფრო ევროზე, მოდი ვიტყვი ასე. არის თუ არა ეს პრობლემა. ამას თუ დავუმატებთ სანქციებს შეერთებული შტატებიდან, ანუ ოკეან გაღბიდან მეგობარი აქც, შესაბამისად აღმოჩნდება, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პრავად უკაცრავად სიტყვისთვის ფლობს დაახლოებით 6-7 მილიარდს, ბიძინა ივანიშვილი დაკარგავს ამ ქონების ფინანსების სახით, ნახევარს მაინც გაეყინება თუნდაც ასე ვიტყვი, უძრავი ქონების გარკვეული ნაწილი, რომელიც მას აქვს უცხოეთში. არის თუ არა ეს პრობლემა მისთვის? არის. რასაკვირველია, მაგრამ ახლა ვიკითხოთ ხელახლა და კიდევ ერთხელ, მაშ
რატომ არ ცვლის ის პოლიტიკას? რა განაპირობებს რომ ის ვირზე უკუღმა არის შემომჯდარი და მიერეკება და ისევ იმ პოლიტიკას ააგრძელებს, რა პოლიტიკაც მას დაწყებული აქვს ეხრახანია. ანუ შეზღუდვის, რეპრესიების, საქართველოს რუსეთის კლანჭებში თუ იღლის ქვეშ მოქცევის, საქართველოს გარუსეთების და ასე შემდეგ. რატომ არ ცვლის ის ასე მაგალითად პოლიტიკურად რატომ არ დაკლა ამდენი ხნის განმავლობაში მთავარი მისი გამწევი ძალა დე იურე წოდებულ ხელისუფლებაში ირაკლი კობახიძე რატომ არ შესწენა ყველაფერი ადრე თუ გვიან ამას იზამსო ბევრი თქვენგან იტყვის და მე დაგეთანხმებით რა საკვირველია ადრე თუ გვიან შენახარ დამნაშავეო იტყვის ბიზინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეზე და მის გუნდზე მაგრამ აქამდე რატომ არ გააკეთა რატომ მისცა მას ირაკლი კობახიძეს მან ბიზინა ივანიშვილმა სრული კარტ ბლანში და მოახსნევინა ბიზინა ივანიშვილის ერთგული გომელაური გააშვებინა ბიზინა ივანიშვილის ერთგული ლილუაშვილი გააშვებინა ბიზინა ივანიშვილის სხვა ერთგული პირები რომლებიც გავიდნენ გაეცალნენ ღარიბაშვილი პირველ ყოვლისა რატომ აქვს ეს განუსაზღვრელი დე იურე წოდებული ძალაუფლება ირაკლი კობახიძეს და მე გეტყვით ჩემს ვერსიას მიუხედავად იმისა რომ ბიზინა ივანიშვილი რასაკვირველია მთავარი საყრდენია რუსეთისა საქართველოში ბიზინა ივანიშვილს არ აქვს არა იმდენად ძალა რამდენადაც თუ განსხვავებას ვიპოვით ძალმოსილება უფლებამოსილება ან ძალმოსილება იმისა რომ ეს გააკეთოს ხვალვე გააკეთებდა ამას მას რომ ჰქონდეს სიგნალი მოსკოვიდან იმის თაობაზე რომ ირაკლი კობახიძე უკვე უნდა დაკლას პოლიტიკურად ანუ გაუშვას, გააგდოს, შეიძლება დაიჭიროს კიდეც. სვალაშორის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით დავასახელებ კიდეც არაიმდენად წყარავს არაბეთ ვისცეც არის ეს ინფორმაცია, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით გომელაური ვახტანგი კარგა ხნის განმავლობაში ეხვეწებოდა სთხოვდა მოდი ასე ვიტყვი ბიზინა ივანიშვილს მომეცი უფლება მოსილება რომ ირაკლი კობახიძე ეს სიტყვა ბუნებრივი არ იყო ხსენებული გავსკვანჩო, ანუ დავიჭირო, ანუ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ დავიწყო კამპანია და მოგეხმარო, შეგეხიდო შენ იმაში, რომ ირაკლი კობახიძე მოვიცილოთო ბიზინა ივანიშვილმა ამის ნებართვა გომელაურს არ მისცა და არათუ არ მისცა, არამედ პირიქით ირაკლი კობახიძეს გაამარჯვებინა ვახტანგ გომელაურზე, ყოველ შემთხვევაში დღის მდგომარეობით გომელაური იცით თქვენ რომ ერთის მხრივ ამბობს რომ მე სახლში ვარ შვილიშვილებთან ერთად და სახლში ვატარებ დროსო რაც ტყუილია მეორეს მხრივ იცით თქვენ გსმენიათ იმის თაობაზე რომ ვახტანგ გომელაურს არ აქვს მოძრაობის დიდი ამპლიტუდა ანუ რამდენადაც ვიცით ქვეყნიდანაც არ გადის ეს ინფორმაცია ტყუილი რომც იყოს ამგვარი აღქმა არსებობს ვახტანგ გომელაურზე და თუ ვახტანგ გომელაური გადის მაინც და მაინც ქალაქიდან თუ ქვეყნიდან და ასე შემდეგ ის მაინც იმ ერთგვარ მარწუხებშია თუ შეზღუდვებშია დაწესებულში ირაკლი კობახიძის და სწორედ ირაკლი კობახიძის მიერ და მას კიდევ ერთხელ ვიკითხოთ რატომ იმიტომ ხომ არა რომ რუსეთი არა თავარი საყრდენი კლავ ვიმეორებ ბიზინა ივანიშვილია მაგრამ ასე იოლად არ ანთავისუფლებინებს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ხმებისაგან განსხვავებით და ცხადია ყველას, კი არა, არავის არ ვაქებ პრემიერ-მინისტრებიდან ბიზინა ივანიშვილის, არც კვირიკაშვილს, არც ბახტაძეს, არც გახარიას, არც ხარიბაშვილს, ხო, მით უმეტეს არ ვაქებ და არ ვაქებ, მაგრამ ირაკლი კობახიძე მათზე უკეთესი შემსრულებელი აღმოჩნდა და მართლაც სწორედ ირაკლი კობახიძის და არა ირაკლი ღარიბაშვილის სწორედ ირაკლი კობახიძის და არა გიორგი გახარიას და ასე შემდეგ მიუხედავად იმისა რომ მათ პერიოდშიც ბევრი უკანონობა ხდებოდა და სახელმწიფო ძალიან ხშირად აჭარბებდა საკუთარ უფლებამოსილებას და უკანონოდ ქმედებდა რასაკვირველია მაგრამ ირაკლი კობახიძის პერიოდში პრემიერობის დროს საქართველო იქცა ყველაზე საშინელ ქვეყანად იმ საშინელ ქვეყნებს შორის არა საქართველოს მდგომარეობა ყველაზე უფრო საშინელია ვიდრე იყოს წინა პრემიერების დროს უფრო ზუსტად ასე უნდა ჩამოყალიბდეს ეს წინადადება ასე რომ ირაკლი კობახიძე უპირობო ან უსიტყვო აღმასრულებელია უშუალო აღმასრულებელიც არის რუსეთის ბრძანებებისა თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ თავარი რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილია ბიზინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე კობახიძე ვერაფერს გახდებოდა მაგრამ ირაკლი კობახიძე დამოუკიდებლადაც არასწორი სიტყვა თვითონაც შესანიშნავად იცის თავადაც შესანიშნავად უწყის როგორ უნდა იმოქმედოს როგორ უნდა გაატაროს აქ რუსული პოლიტიკა და ბიზინა ივანიშვილს არ აძლევენ უფლებას რომ ის იყოს ერთადერთი მმართველი ის მთავარი მმართველი
შეუძლებელია, მაგრამ დამბალანსებელი კი არ სჭირდება. კარგი აღმასრულებელი რომ არ ხავს სხვა რომელიმე, აი გამოჩნდეს სხვა რომელიმე კარგი აღმასრულებელი, ბიზინა ივანიშვილის კი არა, რუსეთის ინტერესების გამტარებელისა და გაატარებისა და კობახიძეს ისე დაკლავს რუსეთი და ცალკე ბიზინა ივანიშვილი ისე მისცემს რუსეთი ნებართვას ბიზინა ივანიშვილს კობახიძის პოლიტიკური დაკლის თაობაზე, როგორც დაგიბარებიან. ახლა დავუბრუნდეთ ამ სანქციებს. სანქციები შეეხება ირაკლი კობახიძესაც, მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ, მას გადამალული აქვს თუ არა ვირჯინიის კუნძულებში თუ კუნძულებზე რამე, შესაძლოა არც. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სანქციები ევროპიდან განსაკუთრებით შეეხება სწორედაც რომ ირაკლი კობახიძეს და შეერთებული შტატებიდანაც შეეხება სანქციები მას. იმიტომ რომ ყველამ შესანიშნავად იცის თუ ვინმე და შეერთებული შტატები ამას ამბობს სწორედაც რომ თუ ვინმე მუღალატა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანსა და კურსს ანუ არა მაინც იმიტომ რომ კორუმპირებულია ვიღაცა ღარიბაშვილი ვიღაცა და ვიღაცა გავიგეთ ეს ბრიტანელებს ვანდოთ მოდი ასე ვიტყვი მაგრამ თავარი არის კონცეპტუალური მიდგომა შტატებისა ერთ-ერთი თავარი ამ კუთხით სანქციების კუთხით თუ იმჯერებს ზოგადად თუ ვინმე მუღალატა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს სწორედაც რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლება ესე პერსონიფიცირებული უნდა იყოს ირაკლი კობახიძე მუღალატაო ამას ამბობენ და ასეც არის თუმცა რასაკვირველია მთავარ მოღალატე მაინც ბიზინა ივანიშვილია და ამას შესანიშნავად ხვდებიან ლაჟვარდოვან ოკეან გაღმაც და ლაჟვარდოვან ოკეან გამოღმაც ამას შესანიშნავად ხვდებიან ბრიტანეთშიც ლამანშის სრუტის მიღმაც და ლამანშის სრუტე გამოღმაც ხო ასე ვიტყვი საფრანგეთშიც და ბრიტანეთშიც და ყველგან აი ეს არის თავარი ეხლა ბიზინა ივანიშვილს აშინებს თუ არა მან ყველაფერი ვერ შემოიტანა როგორც ჩანს ბრიტანეთიდან შემოიტანა პირობითად 4 თვითმფრინავი 7 თვითმფრინავი ნახატი არანახატი და ასე შემდეგ მაგრამ ყველაფერი ვერ შემოიტანა და რაც თავარია ვერ ჩამოიტანა თანხა როგორც ასეთი სრულად დიახ ქართულ ბანკში ჩემოდნებით ასე ვიტყვი ჩემოდნებით ვერ შემოიტანეს თანხა ეს ძალიან ძნელიც იქნებოდა რომ ახსნა და რომც შემოეტანათ რამე და ეხლა ევროკავშირის სანქცია რამე ანუ არ დასანქცირდებოდა ანუ მას არ ეკნებოდა შეზღუდული ასე მაგალითად SWIFT-ი გადარიცხვა აქედან იქით ახლა ვირჯინიის კუნძულებიდან ვერ გადმორიცხავს სადმე რომელიმე სხვა კუნძულში მაგალითად კუნძულზე ასე მაგალითად ან აზიის რომელიმე სახელმწიფოში იმიტომ რომ მას SWIFT-ი პერსონალურად ტარგეტირებულად SWIFT-ზე შეზღუდვაც დაუწესდება პერსონალურად მას უნდა აქ რასაკვირველი აქამდე უნდა მივიდეს როგორც კონტინენტური ევროპა ისე შეერთებული შტატები და ისე ლამანშის სრუტე სრუტის მიღმა არსებული ქვეყანა ბრიტანეთი ამაზე გამახსენდა ტარგეტირებული ჩვენ ძალიან ბევრს ნერვიულობთ იმაზე იქნება თუ არა ასე მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა სამართლიანად ნერვიულობთ ვიტყვი რომ ევროპარლამენტის რეკომენდაციათა შორის ეს არის მაგრამ ევროპული საბჭო ამას სავალდებულოდ არ გაიზიარებს იმიტომ რომ შესანიშნავად ხვდებიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ევროპის საბჭო ევროპული ქვეყნებისა ანუ ევროკავშირის საბჭოში შესანიშნავად ხვდებიან ანუ მთავრობების მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრებიც რომ თქვენ არ უნდა გაზარალოთ თქვენ არ უნდა შეგზღუდონ თქვენ არაფერ შუაში არ ხართ მაგრამ ტარგეტირებული სანქციები რასაკვირველია იქნება და რასაკვირველია ბევრს შეეხება მოსამართლეებს და არა მხოლოდ მოსამართლეებს ქონებები თუ რამ აქვთ ფინანსები თუ რამ აქვთ დაეკისრება ფინანსებზე სანქციები დაეკისრებათ კალაძეებს და სხვებს რომლებიც მართავენ ამ ქვეყანას და ასევე უვიზო გზავრობის შესაძლებლობა მოესპობათ პირებს და ასევე რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესო რაკურსია შეზღუდებათ მაღალი ალბათობით SWIFT-ი არა მაინც და მაინც ახლა უახლოეს ხანებში SWIFT-ის სარგებლობა ანუ კალაძე საკუთარი კომპანიებისათვის მილანიდან სადღაც ჯანდაბაში ვერ გადარიცხავს თანხას მისი კომპანია და ევროპაში ზედმიწევნი ზუსტად იციან რომელ კომპანიას ფლობს თუ პირდაპირ და თუ ირიბად ასე მაგალითად კონკრეტულად კახა კალაძე რა გამოსავალი არსებობს ბიზინა ივანიშვილისთვის ბიზინა ივანიშვილმა არ უნდა გაითვალისწინოს უნდა გადაახტეს უნდა უკუაგდოს უნდა უარყოს რეკომენდაცია კი არა დაბეჯითებითი რეკომენდაცია მოსკოვიდან და უნდა დაკლას პოლიტიკური თვალსაზრისით ირაკლი კობახიძე ოღონდ ამას არ შვება და თუ არ შვება შესაბამისად საკუთარი თავისთვის განაჩენი როგორც ასეთი ბიზინა ივანიშვილს გამოაქვს თავადვე და თუ ახლა მას დაკარგული აქვს 700 მილიონი შვეიცარიული
ბანკებიდან და ბანკიდან თუ მას აქვს სასამართლო დავები რომელიც ერთი მოიგო მაგრამ რამდენიმე ასევე დავაშია რამდენიმე პროცესი თუ მას ახლა აქვს შთაბეჭდილება წარმოდგენა რომ Deep State და ამერიკის შეერთებული შტატები მას ართმე ვერ ქონებას რომელიც მან ვითომ პატიოსანი შრომით მოიპოვა რაც რასაკვირველი არ არის იმიტომ რომ ბანდიტური რუსეთის წარმომადგენელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ბიზნე ივანიშვილი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან თავადაც ბანდიტი ახლა რომ იცოდეს მაინც მან ის დაკარგავს მაღალზე მაღალი ალბათობით ქონებას გადამალულს ფინანსებს გადამალულს ბრიტანეთში და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებში და შეერთებულ შტატებში თუ რამ ქონება აქვს თუმცა ეს ქონება შეერთებულ შტატებში მას აქციებისა და ობლიგაციების სახით ქონდა ამ 11-12 წლის წინ Google-ის აქციები ასე მაგალითად General Motors-ის აქციები და ასე შემდეგ ბევრი გაყიდა ალბათ ბევრი გადაასხვისა თუ გადაასხვისა და ეკატერინეს სახელზეა აქციები Google-ის ასე მაგალითად იმასაც რასაკვირველია იმ აქციებსა ობლიგაციებსაც შეეხება რასაკვირველია სანქციები ოკეან გაღმიდან თუ შეერთებულ შტატებში კვლავ ვიმეორებ რამ აქვს და რამ აუცილებლად ეკნება მაგრამ შესაძლოა უმნიშვნელოვანი აი მნიშვნელოვანი რაც აქვს ვირჯინიის კუნძულებზე აქვს მეთქი ამის თქმა მინდა და არა კონტინენტურ ევროპაში ან ოკეან გაღბა რომ ვიცოდეთ იმიტომ რომ შავი და შავი ოფშაკის არის მეთქი ასე ვიტყვი იმიტომ რომ პუტინიც ამ ფულს ისევე როგორც რიჟვაძის ფული 300 მილიონი დაახლოებით თუ მიქაუტაძის ფული 250 იყო ოფშაკის საიდანაც მათ უნდა ეცინცლათ რიჟვაძის და მიქაუტაძეს და კალაძის მიერ მოპარული ფული 900 მილიონი დაახლოებით არის ოფშაკის ფული საიდანაც მას უნდა ეცინცლა 10.7 თუ 12 მილიონი ხო ისევე როგორც ასეა ჩვენ სინამდვილეში უფრო ფართო მასშტაბებში რასაკვირველია ეს არის რუსეთის ფული საიდანაც ბიზნესს უნდა ეცინცლა და იქნება ვინიც ის იქნება რუსეთიც კი სთხოვს ამ ფულის ჩატანას რუსეთი რომელსაც გვარიერად უჭირს და ყველა მილიონ თუ მილიარდ დოლარს გამოხკიდებია იმის გამო რომ მას უჭირს და მისი ბიუჯეტის დეფიციტიც კი არ მახსოვს საციფრი არის თუ წავიკითხე 49 მილიარდია თუ არ ვცდები დოლარში რომ გადმოვიტანოთ და ეს კი რასაკვირველია არ ტყავს მის საბიუჯეტო სექტორს და კონკრეტულად სამხედრო მრეწველობას და ასე შემდეგ და პუტინი ყოველ მილიარდს დაძდებს და თავის ოლიგარქებს რომლებიც ჩარჩდნენ მოსკოვში კი არ რუსეთში სთხოვს უკან ფულის მოტანას და ბუნებრივია რომ ბიზნე ივანიშვილის არ იქნება გამონაკლისი ის ხომ ივანიშვილი ხომ რუსეთში გამდიდრდა და მან ხომ რუსეთის დავალებით დაიწყო სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ ეს ხომ იცის პუტინმა და ბორინგა деньги აბრატნა აი ესეთი ბრძანება დაახლოებით და ბიზნე ივანიშვილიც რატომაც არა ასრულებს მაგრამ ამავდროულად დასავლეთთანაც მას უჭერენ ახლა გამოსავალი რა არის დაკლას და თვითონ წავიდეს დაკლას პოლიტიკურად კობახიძე იქნება და გადარჩეს და 1.7 მილიარდი კი არ წაართვან რაც მას ბრიტანეთში აქვს გადამალული არამედ წაართვან გაცილებით ნაკლები და ქემაინც ამოისუნთქოს და განთავისუფლდეს და ეს მაგრამ ავის იქნება და სხვა რაბითაც აშანტაჟებენ იმავ მოსკოვიდან ხო და კიდევ არ დამავიწყეს ის 6 მინისტრი და დეპუტატების გარკვეული ნაწილი გვარებს აც კი გითხარით რომ ვერ დავასახელებ მაგრამ ასე მაგალითად ენერგოსექტორში დაკავებული ადამიანები ლიცენზიებს რომ გასცემენ და არა მხოლოდ რაღაც კორუფციულ შავ სქემებში რო არიან გაჩხერილები და ღაფავენ თანხებს მათ მნიშვნელოვანი ნაწილს სწორედაც რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე და არა მხოლოდ აქვთ გატანილი შავი ფული და რა ვიცი ხო როცა წაგერთმევათ ბოდიშს ვიხდი აქვე ვიტყვი ხო ჯერ ხო საქართველოში დაბრუნდება ეს ზოგადად მაგრამ ისეთი მთავრობა იქნება ჩვენს ქვეყანაში რომ თქვენგან წამოღებული თანხები მოხმარდება მნიშვნელოვან საქმეებს მაგალითად ჯარის მშენებლობას პოლიციის რეფორმას ჯანდაცვის სფეროს განათლებას რასაკვირველია და ასე შემდეგ და ეს პატარა თანხები არ არის ბიზნე ივანიშვილის თანხის ჩათვლით ხო აი 1.7 რო ვახსენებ დაახლოებით 2 მილიარდს ეს იქნება დაახლოებით ესე 4-5 მილიარდი და 4-5 მილიარდი ჩვენს თანაპატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თანხაა დოლარში თუ ევროში